საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა და ინფორმაცია მალე საჯარო გახდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე განაცხადა. ცნობისთვის სავალუტო ფონდი ამ დრომდე საქართველოში 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით მიუხედავად მსოფლიოში არსებული მაღალი გაურკვევლობისა საქართველოში ლარშის ესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე ისაუბრა. როგორი იყო მისი გზავნილები, გიყვებით რამდენიმე წუთში. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განაცხადა. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექაბაცი გაძევართ. დავიწყოთ. გლობალურ ბაზრებზე არსებული გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას პრევენციულ მიდგომას იყენებს. სერბიის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციური წნეხის ძირითადი წყარო გარე შოკებია, რაც განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ გამოიწვია. აღნიშნული ფაქტორების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ინფლაციის პროგნოზები გაზარდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის მოლოდინები შეამცირა. თუმცა მარეგულირებლის შეფასებით გლობალური შოკის გავლენა საქართველოს რეალურ სექტორზე მასშტაბური არ იქნება, რასაც საგარეო ვაჭრობის მიმდინარე მონაცემებიც აჩვენებს. აპრილში ექსპორტის 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა იმპორტის კლებასთან ერთად, რის გამოც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესება მოსაოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროზონაში მაღალი ინფლაციის გამო მოსაოდნელია უცხოურ ვალუტაში ფინანსური პირობების გამკაცრება და დაფინანსების ღირებულების მატება. საგარეო ბაზრებზე ფინანსური რესურსების გაძვირების მოლოდინის მიუხედავად, ადგილობრივ საკრედიტო ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სასხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია ფიქსირდება. საპარლამენტო კომიტეტის ხდომაზე სერბიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი მოლოდინების მართვისთვის მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25% პუნქტით გაზარდა, თუმცა ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდა პროგნოზირებული არ არის. სტატისტიკური მონაცემებით 2025 წლის იანვართან შედარებით 2026 წლის მარტისთვის ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი 13.4%-დან 11.9%-მდე შემცირდა, ხოლო ბიზნეს სესხების ღირებულება 14.4%-დან 12.8%-მდე დაეცა. საპროცენტო განაკვეთების კლება განპირობებულია საბანკო სექტორში ლარის ლიკვიდობის ზრდით, საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებითა და კომერციული ბანკების მუშაობის ეფექტიანობის მატებით. საკრედიტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის როლისა და მონეტარული სტაბილურობის განხილვა უკავშირდება ქვეყნის გრძელვადიან ინტეგრაციულ გეგმებსაც. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე დეპუტატ ილია ინჯიას კითხვის საპასუხოდ ნათია თურნავამ განმარტა, რომ ევროზონასთან შეერთებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, ვინაიდან აღნიშნული საკითხი თავად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც ხანგრძლივი და კომპლექსური განხილვის საგანს წარმოადგენს. მარეგულირებლის განცხადებით, ამჟამინდელ პერიოდში პრიორიტეტად რჩება დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელება, რათა სესხებლების ფინანსური ვალდებულებები შესაბამისობაში იყოს მათ შემოსავლებთან, რაც ძირითადად ლარში ფორმირდება. სერბიის შეფასებით, ლარის ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ ნდობის ზრდა ფინანსური სისტემის დაცულობის დონეს მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს. საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის კონტექსტში ფინანსურ პარამეტრებთან ერთად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სტრატეგიული ენერგორესურსების მიწოდების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა დოკუმენტების პაკეტი, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ყიდვა გაყიდვის 2003 წლის შეთანხმება კიდევ 20 წლის ვადით გახანგრძლივდა. სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში მოქმედებდა ეს შეთანხმება და განსაზღვრავს სოციალური გაზმოვარაგების პირობებს.
კონტრაქტის გაგრძელება საჭირო გახდა იმის გამო, რომ წელიწადში 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეღავათიან ფასად შესყიდვის შეთანხმებას ვადა 2026 წლის ბოლოს ეწურებოდა. გაფორმებული სამთავრობოთშორისო შეთანხმების ნაწილი ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითადი პირობების განსაზღვრაც, რაც ასევე 20 წლიან პერიოდს მოიცავს, აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩო არეგულირებს საქართველოს გადამცემი ხაზების გამოყენებას აზერბაიჯანის მიერ თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის რეალიზაციისთვის. სატრანზიტო პირობების ხელახალი დადგენა ემთხვევა რეგიონში დაფიქსირებულ კლებას 2025 წლის მონაცემებით. აზერბაიჯანმა თურქეთის მიმართულებით 36% ნაკლები ელექტროენერგია გაიტანა, რამაც საქართველოს გავლით ჯამური ტრანზიტის 19%-იანი შემცირება გამოიწვია. გასულ წელს განხორციელებული 870 მილიონი კილოვატი-საათი ტრანზიტიდან 656 მილიონი კილოვატი-საათი სწორედ აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმართულ ნაკადებზე მოდიოდა. ენერგეტიკული სექტორის გარდა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეეხო. გაფორმებული ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ამასთანავე მიიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 6 წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. საერთაშორისო და რეგიონულ პროექტებთან ერთად ქვეყნის შიდა ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების რეფორმები. მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის ხელმძღვანელმა წარადგინა ეროვნული სივრცითი დაგეგმარების და განვითარების კონცეფცია, რომელიც რეგიონების ბალანსირებულ განვითარებას ისახავს მიზნად. პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულებასა და მიწის ნაკვეთების სრულ რეგისტრაციაზე, რამაც სამართლებრივი ბაზა და მიწის რესურსების ადმინისტრირება შეცვალა. გარდა ამისა, პროცესი მოიცავს საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართების პრივატიზების დასრულებას, დევნილთა და ეკომიგრანტთა საბინაო პროგრამებს და არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტეგრაციას თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებაში. და ბოლოს ეს ამბავი არც ეკონომიკურია და ბიზნესური მით უმეტეს, მაგრამ მედიაში არანაირ ჭრილს არ უხდება, რამდენიმეს გარდა, რომელსაც უფრო ერგება ვიდრე უხდება. თუმცა დღის საინფორმაციო ბლოკის შეჯამებისთვის გამოდგება. საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში დაანონსებული რეფორმა გამოხატვის თავისუფლებისა და საპოლიციო კონტროლის თანაარსებობის სრულიად утопиურ პრეცედენტს აყალიბებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე კვირაში სპეციალური სამმართველო იქმნება, რომელიც Facebook სივრცეში სიძულვილის ენასა და შუღლს ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხრის. ამ ინიციატივის მთავარი დემოკრატიული პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ინტერნეტ კომენტარების სახელმწიფოებრივი ფილტრაცია და საჯარო პოსტების გამო მოქალაქეების ადმინისტრაციული პატიმრობა თურმე თავისუფალ დისკუსიას საფრთხეს კი არ უქმნის, არამედ პირიქით დაიცავს. ამრიგად პოლიციელებს მოუწევთ უმაღლესი დონის ფილოლოგ სემანტიკოსების როლის შეთავსება, რათა საპოლიციო ოქმების დონეზე განსაზღვრონ, სად მთავრდება მწვავე კრიტიკა და იწყება ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც მთელი მსოფლიოს საყოველთაო მოსაზრებით შეურაცხყოფად ითვლება. არგუმენტად ბრიტანული თუ ევროპული პრაქტიკის მოშოლიება კი განსაკუთრებული სამართლებრივი ირონია, დასავლური ინსტიტუციური ბალანსის, მყარი ლიბერალური ტრადიციის და მიუკერძოებული სასამართლოს გარეშე, რაც უმნიშვნელოვანესია, ევროპული გამოცდილებიდან მხოლოდ სადამსჯელო მექანიზმების გადმოტანა ჰგავს თანამედროვე ავტომობილისგან მხოლოდ მუხრუჭების იმპორტს. უსაფრთხოების ილუზია იქმნება, თუმცა პროგრესის ნაცვლად საზოგადოებას გარანტირებულად თვითცენზურასა და სრულ სტაგნაციაში ყინავს. ჭირი იქა, ხინი აქა. საქმეს აღამოს ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით და პირველ რიგში განვლილი კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც გამორჩეულად კარგი იყო. ძირითადად ინდექსებმა ზედიზედ 3-ჯერ მოახერხეს რეკორდული შედეგების დამყარება და საერთო ჯამში კვირა S&P 500-მა და NASDAQ-მაც დახურეს რეკორდულად, თუმცა მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია კარგ განწყობაზე ნამდვილად არ დაწყებულა და არც გრძელდება, რადგანაც გვაქვს კორექცია S&P 500-ის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 9%, Dow Jones-თან დიდაცვლილება არ არის, NASDAQ-თან კი ვარდნის მაჩვენებელი არის თითქმის 1%, ეს ყველაფერი კი უკავშირდება ირანთან მიმართებით გაურკვევლობის არსებობას. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპი არ არის თანახმა ირანის მიერ სწორედ ახლა შემოთავაზებულ პირობებზე, მათ შორის ერთ-ერთი იყო მაგალითად ჰორმუზში
სპეციალური სისტემის შექმნა, რომლის მიხედვითაც ავტორიტეტი და გავლენა ექნებოდა ირანს, ეს კი ამერიკისათვის არის მიუღებელი, ასევე საუბარი იყო ბირთვული პროგრამის არათუ გაჩერებაზე, არამედ უბრალოდ გადავადებაზე, რაც აგრეთვე არის წითელი ხაზი ამერიკისთვის და ამიტომაც მშვიდობა ვერ და არ იქნება. ამის ფონზე არის მოლოდინი იმისა, რომ ამერიკამ შეიძლება სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს, შესაბამისად ინვესტორებს არ აქვთ იმედი იმისა, რომ ომი დასრულდება მომდევნო 1-3 დღეში, ან 2-3 კვირაში, შესაბამისად გვაქვს კორექცია, ამის ფონზე კი იზრდება ობლიგაციების განაკვეთები. აქვე ჩვენ ევროპას შევხედოთ, სადაც შედარებით უკეთესი ვითარებაა, მაგალითად 9% არის გაზრდილი ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღის განმავლობაში. შანხაისთან მცირედი კლება გვაქვს -0.10%-ის ფარგლებში, ნიკეი კი დაეცა დაახლოებით 1%-ით. აქვე ჩვენ რა თქმა უნდა კომპანიებს შეგვიძლია გადავალოთ თვალი, როგორც ხედავთ, ლამის არცეთ მათგანს არ აქვს გამორჩეულად კარგი შედეგები, Nvidia-სთან, Apple-თან, მაგალითად TSMC-სთან, Broadcom-თან თუ Tesla-სთან მიმართებით საშუალოდ გვაქვს 1%-იანი კორექცია, ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის Samsung-ი, რომელიც დღესაც გაიზარდა დაახლოებით 4%-ით, თუმცა Samsung-ს აქ უბრალოდ ის გამოარჩევს, რომ ის არ არის ამერიკული კომპანია, ის არის სამხრეთ კორეაში დაფუძნებული და შესაბამისად ამერიკული რისკებისაგან შედარებით არის იზოლირებული, თუმცა რა თქმა უნდა, Samsung-ი ვერ იქნება ერთადერთი გამონაკლისი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რა თქმა უნდა ვითარება არ გამოსწორდა ამერიკულ ბირჟაზეც. აქვე ჩვენ უკვე ნავთობს უნდა გადავალოთ თვალი, რომელიც აი ამ ცნობების გავრცელების ფონზე არის გაძვირებული, სწორედ გასული 30 წუთის განმავლობაში გაიზარდა ნავთობის ფასი 1.5%-ით, ბრენტის ღირებულება ამ ყველაფრის ფონზე $111 აჭარბებს, WTI-ის ფასი კი არის დაახლოებით $7. ბუნებრივია ეს ღირებულებაც გაზრდილია, საშუალოდ 0.5%-ით, მეგავატ-საათი ენერგიის ფასი უკვე 50 ევროს აჭარბებს ევროკავშირის მასშტაბით. ოქროსა და ვერცხლს რაც შეეხებათ, აქ დიდად ძვრები და ცვლილებები არ აგვაქვს. ოქროს ფასი უნციაზე არის $4,542, ვერცხლის კი $76, რაც არის ერთ კვირაში ოქროსთან მიმართებით 4%-ით, ვერცხლთან კი 11%-ით შემცირებული მაჩვენებელი. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, ტრადიციულად, რომელსაც კარგი დღე და კარგი კვირა ნამდვილად არ აქვს, საშუალოდ 2%-იან კორექციას ხედავთ ჩვენ ამ ეტაპზე და ბაზრის შეფასება დაეცა $2.630 მილიარდამდე. ბიტკოინის ფასი 76,400-ია. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ის $93,000-საც კი აღწევდა, ხოლო ეთერიუმის ფასი უკვე $2,100-მდე არის შემცირებული. კლება, როგორც ხედავთ, ერთ კვირაში არის 6-დან 10%-ის ფარგლებში. კაპიტალიზაცია 254 მილიარდია ეთერიუმისა, ბიტკოინის კი $1.5 ტრილიონი. აქვე კი ტრადიციულად გეტყვით იმასაც, რომ თუ კი ბიტკოინის, ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი აქტივის შეძენა გსურთ, განსაკუთრებით ასეთი კორექციის პერიოდში შეგიძლიათ მემართოთ CoinMania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტობირჟა. აქვე ჩვენ კრიპტობირჟიდან გადავიდეთ უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც რაღაცნაირად საგამონაკლისო ვითარება და განწყობა გვაქვს. აქ ზრდა არის, საქართველოს ბანკის აქციები დღეს არის გაზრდილი დაახლოებით 2%-ით, TBC-სთან 0.5%-იანი კორექცია გვაქვს და გრძელვადიანად უკვე ბოლო თვენახევარია ლამის რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ. TBC-ს აქვს საკმაოდ სერიოზული კორექცია, როგორც ხედავთ, ჩარტი მართლაც ახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება. ეროვნულ ვალუტაზეც გადავინაცვლოთ, ის არის გამყარებული ყველა ძირითად ვალუტასთან, დოლართან მიმართებით კურსი უკვე გვაქვს 2.67 ევროსთან, კურსია 3.11, ხოლო სტერლინგთან 3.57. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმის საღამოს დასრულების შემდეგ კი თქვენ წინ გელით ტრადიციულად თელარ გელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების სრულიებათა პაკეტს ამზადებს. ინფრასტრუქტურის მინისტრი დაგეგმილ ნაბიჯებს რევოლუციურს უწოდებს. ბიზნესი კი სისტემური პრობლემების აღიარებაზე საუბრობს. როგორ იცვლება თამაშის წესები მშენებლობის დარგში? რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს? რამდენად გაუმჯობესდება პროექტების განხორციელების ტემპი, ხარისხი და აღმოიფხვრება თუ არა კორუფციული რისკები. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.
სოფლიო ამბებით ვაგრძელებ საქმიან საღამოს და ვიწყებთ გამოცემა აქსიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ანონიმურ წყაროს. ანონიმური წყარო არის ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც ყვება აქსიოსთან, რომ 19 მაისს, ანუ ხვალ, დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ მოკეთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კრება მოიწვიოს და განიხილოს საკითხი, რომელიც უკავშირდება ირანში სამხედრო მოქმედებების განახლებას. როგორც გამოცემა წერს, ტრამპს ომის დასრულება სურს, თუმცა ირანის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებაზე უარის თქმა, ასე ვთქვათ, არ დათანხმება ბირთვულ შეთანხმებაზე და მოთხოვნებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რა თქმა უნდა, აძლევს ტრამპს საფუძველს იმის, რომ სამხედრო მოქმედებები განაახლოს. ამასთან აქსიოს ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ გუშინ 16 მაისს ტრამპი თავისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ირანის საკითხის განხილვისთვის უკვე შეიკრიბა, შეხვედრა გამართა, რომელსაც JD Vance ესწრებოდა, მარკ რუბიო ესწრებოდა, ასევე სტივ ვიტკოფი და CIA-ის დირექტორი ჯონ რედკლიფი. შესაბამისად, რაღაც წინამოსამზადებელი სამუშაოები შეხვედრის ფორმატში, როგორც ჩანს, ჩატარებულია ხვალ 19 მაისს უკვე გარკვეული ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს მიღებული. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ დაწერა, რომ ირანს დრო ეწურება და მალე თუ არ იმოქმედებენ, ამ შემთხვევაში მათგან აღარაფერი დარჩება. ირანისგან აღარაფერი დარჩება, ტრამპმა ბევრჯერ დაწერა უკვე, თუმცა ამ შემთხვევაში რაღაც აქტიურ ქმედებებზე ჯერჯერობით გადასვლას არ ჩქარობდა. თუმცა როგორც ჩანს, შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები და ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიხვდა, რომ ამ ნაწილში ირანთან მოლაპარაკებები ისეთ ჩიხშია, რომ უბრალოდ უკან დასახევი გზა აღარ არის და შეიძლება მოუწიოთ იერიშების გამძაფრება, შეტევის დაწყება თავიდან, რაზეც შენ საუბრობდი, რომ მოლოდინი ინვესტორებში უკვე არსებობს და შესაბამისად ეს აისახა. ასე ასახულია უკვე მოლოდინი. კი ბატონო, ეს რისკები საფონდო ბირჟაზე. გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ტელეფონით ისაუბრა. სავარაუდოდ საუბარი შეეხებოდა სავარაუდო განახლება სამხედრო ოპერაციის და ასევე წყაროები აღნიშნავენ, რომ მათ ისაუბრეს ასევე ჩინეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით. ხო, აი ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთი უცნაური ინფორმაცია ვრცელდება. ამერიკის მთავრობამ დროებით შეამსუბუქა და მოხსნა სანქციები ირანული ნავთობის სექტორის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ირანს საერთოდ შეზღუდული ჰქონდა ნავთობის გაყიდვა. გასასვლელი დიდად არც აქვს მას რეგიონიდან, თავისი არსით ჰორმუზის სრუტეს ამერიკული სამხედრო ბლოკადა აკონტროლებს და დიდი არჩევანი არც ჰქონდა ირანს მოუწევდა ამ სანქციებთან დამორჩილება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სანქციები დროებით არის შეჩერებული და როგორც ამბობენ, ეს არის მოლაპარაკების ერთ-ერთი ბერკეტი. ამერიკას უნდა ძალიან მარტივად აუხსნას ირანს, რომ თუ არ იქნება საერთო ჯამში შეთანხმება, არც ნავთობის მიწოდება არ აღდგება არასოდეს პოტენციურად, მაგრამ დროებით ქვეყანა მიიღებს საშუალებას იმისა, რომ ნავთობი გაიტანოს ექსპორტზე, ამით გარკვეულწილად ენერგეტიკული კრიზისიც უდნავ შემსუბუქდება და თანაც მთავრობაც მიხვდება, რომ თუ კი ამერიკასთან შეთანხმებას მართლაც მიაღწევენ, ფულიც შემოუვათ ქვეყანაში, რომელიც ახლა ძალიან სჭირდება. შეიძლება უკარნახა, რომ ასე შეიძლება ზუსტად სი ძინპინთან იყო ამაზე საუბარი, რადგან ის ნავთობი, კი, ის ნავთობი, რომელიც ახლა უნდა გავიდეს ირანიდან 100%-ით მიდის ჩინეთში, 100%-ით, 1%-იც კი არ მოკვდება ჩინეთის დანიშნულებას ამ შემთხვევაში. ეს ერთი ძალიან ძლიერი მოლაპარაკების მექანიზმია, მეორე მექანიზმი არის სწორედ ის, რაზედაც ვისაუბრეთ, სამხედრო შეტევები. აქ ერთი ამერიკული გამოთქმა ესეთ carrot and stick და ორივე გვაქვს ამ შემთხვევაში, აქეთ სტაფილოც არის და იქით ის ჯოხიც არის, რომელსაც ჩაარტყამენ ირანს, თუ იქნება ამისი საჭიროება. მოკლედ, საკმაოდ დაძაბულ ფაზაში გადავედით, ისევ მახსენდება რაღაცნაირად აი ეს მომენტი, უძრაოდ მე და შენ საუბრობდით, რომ აი უძრაობის ხანიდან დაიწერა პირდაპირ ტვიტი, რომ დასრულდებოდა ცივილიზაცია მეორე დღეს. დაახლოებით იგივე ვითარებამდე მივედით, ისევ ერთი თვის თავზე, უბრალოდ ისევ ჩიხში ვართ, ისევ გაურკვევლობაა და ტრამპის მხრიდან ისევ არის მუქარები. ერთ მხარეს მუქარები, მეორე მხარეს ეკონომიკური ხსნის საშუალება. რომელს აირჩევს ახლა ირანი, უნდა თუ არა მას ვაჭრობის გაგრძელება თუ უნდა ბომბების მიღება იმპორტის სახით, მაგას გავიგეთ მომდენო ამდენს. ექსპორტი ურჩევნია ნავთობის და ბომბის იმპორტი. აი მაგას გავიგეთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ორპარტიულ კანონპროექტს და როგორც ჩანს, ამ ორპარტიულ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთეს, რომელიც რუსული ენერგორესურსების მყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის
ლიდერი ინიციატივას დადებითად შეხვდა მოლაპარაკებების და შეხვედრის შემდეგ კანონპროექტი, რომელიც გრემმა დემოკრატ რიჩარდ ბლუმენტალთან ერთად მოამზადა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს 500%-მდე ტარიფები დაუწესოს ქვეყანას ამა თუ იმ პროდუქციაზე, თუ ის რუსული ენერგორესურსებით ვაჭრობს, ანუ ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ არის მიმართული ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ბრაზილიის წინააღმდეგ, თუმცა ის პრეზიდენტს აძლევს თავისუფლებას ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ვინც რუსულ ენერგორესურსებს შეიძენს და ისარგებლებს, დაუწესოს ტარიფები. ეს საკმაოდ ღია კანონია, სხვათა შორის იმდენად ძალაუფლებას აძლევს, როგორც ამერიკის პრეზიდენტს არასდროს არ ჰქონია ასეთ მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია მისი უფლება ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახლა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული და სენატი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში უკვე უფლებამოსილება ოფიციალურად ტრამპს ექნება, რომ გარკვეული სანქციები გამოიყენოს. საყურადღებო, რომ ამ ყველაფერთან ერთად ტრამპის ადმინისტრაციამ პირველად დაუჭირა მხარი ევროპული წინადადებებს უკრაინის უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიების თაობაზეც, რაც ომის შემდგომი ზავის მონიტორინგსა და ევროპის ხელმძღვანელობით, ასე ვთქვათ, მრავალ ეროვნული ძალების განლაგებას გულისხმობს, როდესაც ომი დასრულდება. ეს საინტერესო ინიციატივაა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები ასევე დათანხმდა. მოკლედ, რაღაც ის პროცესები იყო აქტიური კანონპროექტზე, შიდა ნაწილში და გარე საგარეო კუთხითაც, როგორც ჩანს, რაღაც გადაწყვეტილებები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო. ხო, ტრამპის ადმინისტრაციისთვის კიდევ ერთი ძალიან სენსიტიური საკითხი არის განაკვეთები. გვახსოვს, როგორი დაპირისპირება ჰქონდა ტრამპს ფედის ხელმძღვანელთან, იმ დროს ჯერომ პაველთან, თუმცა აღარ არის პაველი, ახალი ხელმძღვანელი ყავს, კევინ ვორშია ეს ადამიანი და მან წესით უნდა შეამციროს განაკვეთები, მაგრამ ვითარება იმდენად დრამატულად შეიცვალა მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ამერიკაში, რომ ინფლაცია გაიზარდა 2023 წლის მარტის ნიშნულამდე, ფაქტობრივად პანდემიურ ინფლაციაში გადავედით ისევ და ისევ, და ახლა უკვე ინვესტორები და ტრეიდერები ერლიან არა განაკვეთის შემცირებას, არამედ გაზრდას. ასეთი პლატფორმა არის FedWatch-ი, სადაც ტრეიდერებს შეუძლიათ ფიუჩერსები იყიდონ ფედის გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, შედეგთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, ფსონი დადონ იმაზე, თუ რას იზამს ფედი და უკვე ფსონები შეიცვალა ძალიან დრამატულად, მაგალითად 51%-იანია უკვე ალბათობა იმისა, რომ დეკემბერში გაიზრდება განაკვეთი, 60%-იანია იმისა, რომ 2027 წლის დასაწყისში გაიზრდება და 2027 მარტის პროგნოზები უკვე არის 71%, ანუ ბაზარი უკვე მოელის, რომ განაკვეთი უნდა გაიზარდოს. მიმდინარე წელს არ არის, ხო? მიმდინარე წელს არათუ შემცირებაზე გვაქვს საუბარი, მაგრამ წლის ბოლოს შეიძლება ერთი ზრდაც კი ვიხილოთ. დაახლოებით 25 საბაზისო პუნქტიანი რაღაც დრამატული ნახტომი ვერ იქნება, მაგრამ უკვე მაინც დასმოელიან. ანუ მთელი ის დაპირება, რომელზედაც ვორშის კანდიდატურა იდგა, რომ ის მოვიდოდა განაკვეთი შეამცირებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა და აფშენდებოდით, უკვე გაქრა. ვორში ვერაფერს ვერ შეამცირებს, რადგანაც რომც უნდოდეს საბჭოში მხოლოდ ერთი ხმა აქვს მას, დანარჩენმა წევრებმა თავიანთი პოზიცია უნდა დაასახელონ და იზოლების მექანიზმი არ არსებობს, ყველას უფლება კონსტიტუციაა გარანტირებული. შესაბამისად, უკვე ინვესტორები და ტრეიდერები ერლიან, რომ განაკვეთები ან მაღალ დონეზე დარჩება, ან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ამიტომაც ხედავთ დღეს საფონდო ბირჟაზე უკვე კორექციას, რადგანაც თუ აქამდე დაშვება იყო, რომ დაახლოებით 25-ან 50 საბაზისო პუნქტიანი შემცირება გვექნებოდა, ახლა უკვე ახალი დაშვება გვაქვს და ეს დაშვება არის განაკვეთების მატება, რაც საფონდო ბაზრისათვის, რა თქმა უნდა, არის ნეგატიური მოვლენა, რადგანაც როცა იზრდება განაკვეთები, ინვესტორებს ურჩევნიათ იყიდონ ობლიგაციები და არც კომპანიების აქციები. ხო, ამ ამბავს ეხმიანება პრინციპში ბრაუნის უნივერსიტეტის კლიმატის გადაწყვეტილებების ლაბორატორიის კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია და არსებული მონაცემით 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული ირანის ომის გამო ამერიკელმა მომხმარებლებმა ბენზინსა და დიზელზე ზედმეტი 40 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ეგეც შენი ინფლაცია. მხოლოდ ბენზინსა და დიზელზეა. მეორად ეფექტზე არ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა. ეს მაჩვენებელი აჭარბებს თავად სამხედრო კამპანიის პირდაპირ ხარჯებს, რომელიც ამ დროისთვის არის 29 მილიარდი დოლარი. უნივერსიტეტის ექსპერტების შეფასებით სამხედრო კონფლიქტმა არა მარტო გლობალურ ეკონომიკაში, არამედ შტატებში ლოკალურადაც გამოიწვია საწვავის, სურსათის და სამხმარებლო ფასების მკვეთრი მატება. რა თქმა უნდა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯამურად დახარჯული ფინანსური რესურსი ნებისმიერი მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად იქნებოდა საკმარისი, ანუ ეფექტი როგორი აქვს ამ ომს ირანთან, ამ თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითი მოიყვანეს ექსპერტებმა. დასახელებული თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10200-ზე მეტი ხიდის მოდერნიზებისთვის
ხარჯებს დაფარავდა სრულად. ასევე ეს მოცულობა ქვეყნის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის სრული განახლების იქნებოდა საკმარისი და ამ სრულ განახლებას სჭირდება სულ 31.5 მილიარდი დოლარი. ასევე საყურადღებო რომ საწვავის ზედმეტი დანახარჯები ორჯერ აღემატება ელექტრომობილების ფედერალური პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც შემცირებულია და ზოგან გაჩერებული იყო საერთოდ და შემდეგ სასამართლოს გზით აღადგინეს სხვადასხვა შტატში 18.9 მილიარდი დოლარია ამ შემთხვევაში ელექტრომობილების ფედერალური პროგრამის ბიუჯეტიდან უმნიშვნელოდ აღემატება თითქმის ორჯერ მეტია 40 მილიარდიანი ხარჯი ბენზინსა და დიზელზე. სავარაუდოა რომ სხვა ხარჯებიც დაითვლება, ამის დათვლაც არ გაუჭირდებათ ექსპერტებს პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯების. ჯერჯერობით ადმინისტრაცია არ გამოხმაურება ამ ინფორმაციას, როგორც წესი ამგვარ კვლევებზე ადმინისტრაციაც აკეთებს ხოლმე საკუთარ განცხადებებს, ჩვენ გვახსოვს ტარიფებთან მიმართებით, როდესაც იყო კრიტიკა ტრამპის ბესენტის განცხადებები გვახსოვს და შემდეგ ბესენტი გასწავლით მე თქვენ მათემატიკას როგორ უნდა პასუხობდა რომ არასწორად ითვლიო რიცხვებს მოაწვალებდო. გასწავლით მათემატიკასო ასეთი ფრაზას წარმოდა ხოლმე აცდენდნენ როგორც ჩანს ეს ექსპერტები გაკვეთილებს რომ ნახოთ ამ შემთხვევაში რა პასუხი ხდება ადმინისტრაციას ამ ხარჯების დათქვა გაცილებით მარტივი იქნებოდა უბრალოდ გაძვირების მაჩვენებელს და მოხმარების მაჩვენებელს აიღებდნენ და დააჯამებდნენ რამენაირად წინა წლის ანალოგიურ პერიოდში შეადარებდნენ ბოლო მარტივად ექსპერტები და ნახავდნენ როგორი იქნებოდა შედეგი. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. როგორ იქცა უკრაინა ევროპის უძლიერეს სამხედრო ძალად. დღეს ამაზე უნდა ვისაუბროთ. უკრაინის შეერაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმს საკმაოდ საინტერესო და დეტალური სტატია შემოგთავაზა იმის შესახებ თუ რამ აქცია ერთ დროს 3 დღეში კიევის აღებისთვის განწირული ქვეყანა მსოფლიოსთვის ანგარიშ გასაწევ ძალად. ერეკლე პოლოდიშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე ერეკლე საღამოშვიდობის. ფეკა საღამოშვიდობისა და მიოსალმები მაყურებელს. როდესაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო, უკრაინას საჰაერო ძალების, მასირებული артиლერიისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების თვალსაზრისით წარმოუდგენლად დეფიციტის წინაშე იდგა. ჩნდებოდა განცდა, რომ ქვეყანა აგრესორის მოგერიებას საბჭოთა ეპოქის შეიარაღებით ვერ შეძლებდა და ეს მოლოდინი სულაც არ იყო აზრს მოკლებული. თითქმის 12 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი. მხოლოდ 200,000 აქტიური სამხედრო პერსონალი, 2006-მდე საბჭოთა ან მოდერნიზებული საბჭოთა ტანკი. 318 მოძველებული თვითმფრინავი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენად სუსტი შეიარაღება რუსეთთან შედარებით. თუმცა 4 წელიწადში ვითარება წარმოუდგენლად შემოbrunდა. ცხადია, დიდი დანაკარგებით, მაგრამ მაინც. ქვეყანა, რომლის გადარჩენაშიც ეჭვით დასავლელ ექსპერტებსაც კი ეპარებოდათ, იქცა 7ჯერ დიდი სამხედრო ბიუჯეტის, წლიურად თავდაცვაზე 90 მილიარდის დამხარჯველ, 4ჯერ 900,000-მდე გაზრდილი სამხედრო პერსონალისა და 16ჯერ 4 მილიონამდე გაზრდილი რეზერვის მქონე სუპერძალად. სუპერძალად, რომელსაც აღარ ყავს მხოლოდ 12,300 სხვადასხვა ტიპის ჯავშან მანქანა, არამედ 45,000 თანამედროვე ტრანსპორტი. მართალია, ტანკების მოცულობა განახევრდა და ახლა 1000-ს არ ცდება და იგივე დაემართა ავიაციასაც, სადაც საუბარია 150-180 საფრენ საშუალებაზე. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მეტწილად სწორედ საბჭოთა შეიარაღება განადგურდა, რეალურად ასეთი ჩანაცვლება დასავლური შეიარაღებით აღარც არის ისეთი მტკივნეული, როგორც ციფრებში ჩანს. და მაინც რა დგას ამ ტრანსფორმაციის მიღმა? როგორც აწ უკვე გადაყენებული გენერალი ზალუჟნი წერს, უკრაინის გადარჩენა შეიარაღებული ძალების მიერ საბჭოთა ეპოქის ხისტი ცენტრალიზებული სამხედრო დოქტრინების უკან ჩამოტოვებამ განაპირობა. ნაცვლად ამისა, ქვეყანამ დანერგა მაღალ დეცენტრალიზებული მოქნილი მართვის სტრუქტურა, რაც მცირე ქვედანაყოფებს რეალურ დროში ბრძოლის ველზე არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გამოფიტვაზე მიმართულ ომში გადაიზარდა, უკრაინამ ბრძოლის ველი ციფრულ მონაცემებზე დაფუძნებულ ეკოსისტემად გარდაქმნა. ამ ცვლილების ცენტრალურ ელემენტად კი იქცა სამხედრო მართვის პლატფორმა დელტა, რომელსაც ხშირად სამხედრო Google-ს უწოდებენ. თანამგზავრული გამოსახულებების,
დრონების პირდაპირი ვიდეო ნაკადების, ელექტრონული სიგნალებისა და მოქალაქეთა სადაზვერვო შეტყობინებების ინტეგრირებით, დელტა ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა და იყენებს სხვადასხვაგვარი მონაცემების მყისიერად დასამუშავებლად და მათ ერთიან სიტუაციურ რუკად საერთიანებლად. აღნიშნული სისტემა ფრონტის ხაზის მეთაურებს უპრეცედენტო სიტუაციურ ხილვადობას ანიჭებს, რაც შედარებით მცირე ძალას აძლევს ტექნიკურ უპირატესობას მაღალი ღირებულების მქონე სამიზნეების სწრაფად იდენტიფიცირების, პრიორიტეტიზაციისა და მათზე იარიშის მიტანისთვის. 2024-2026 წლებში უკრაინამ მასშტაბურად განავრცო ეს ტექნოლოგიური უპირატესობა და დაბალი ღირებულების ღია კოდის მქონე დრონების მასობრივი გამოყენებით ხელახლა ააწყო როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ბრძოლის ტაქტიკა. ხმელეთზე ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები ძირითადად დამრტყმელ საშუალებად იქცა. დღეს რუსული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დაახლოებით 2/3 სწორედ ამ ფრინავი აპარატებით ნადგურდება. ზღვაზე ტრანსფორმაცია კიდევ უფრო თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქვეყანამ, რომელმაც დაკარგა საზღვაო სამხედრო ფლოტი, შეიმუშავა და საბრძოლო მოქმედებაში ჩართო ადგილობრივი წარმოების საზღვაო დამრტყმელი დრონები, როგორიცაა მაგურა V5. ამ მოქნილმა ფეთქებადმა საზღვაო აპარატებმა პირდაპირ გაგებით მიწასთან გაასწორეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მსხვილი წევრები და დანარჩენებს აიძულეს დაეტოვებინათ ზონა. 2026 წლისთვის უკრაინა უკვე არის ქცეული დამოუკიდებელი უპილოტო შეიარაღების წარმოების გიგანტად, რომელიც ახლა უკვე თავად სთავაზობს დიდ ქვეყნებს სამხედრო გარიგებებს. ის იქცა იმის მაგალითად, როგორ შეუძლია ნაკლები რესურსის მქონე ქვეყანას დიდი ზესახელმწიფოს ბრძოლის ველზე სამაგალითოდ შერცხვენა. როგორ უნდა ებრძოლო რკინის მონსტრებს თებშის დიამეტრის მქონე დრონებით. დღეს უკრაინას საკუთარი ინდუსტრიალიზებული თავდაცვის სექტორი აქვს, დეცენტრალიზებული საამქროებითა და ძლავრი საწარმო აპარატით, რომელსაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი დრონის გამოშვება შეუძლია. 1915 წელს პირველი მსოფლიო ომის მძვინვარებისას დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ გამოსცადეს მსოფლიოში პირველი ტანკის პროტოტიპი, რომელიც ისტორიაში პატარა ვილის სახელით შევიდა. ეს იყო რევოლუციური მომენტი, რომელმაც კავალერიის ეპოქა დაასრულა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მექანიზებულ საომარ ტაქტიკას. ისტორიული რაკურსი მოუყვეთ. 1915 წლისთვის დასავლეთის ფრონტზე ომი ჩიხში შევიდა, სანგრების ომმა სამხედრო სტრატეგიები გააუფასურა. ნეიტრალურ ზონაში გადასული ქვეითები მომენტალურად ხვდებოდნენ გერმანული ტყვიამფრქვევების და მეკლიანი მავთუხლართების მსხვერპლი. ბრიტანეთის სარდლობა სჭირდებოდა რაღაც, რაც გაუძლებდა ტყვიამფრქვევის ცეცხლს, გადალახავდა ფართო სანგრებს, გათელავდა მავთუხლართებს და გზას გაუკაფავდა ქვეითებს. ამ იდეის მთავარი ლობისტი უინსტონ ჩერჩილი, მაშინდელი საზღვაო ძალების მინისტრი გახდა, რომელმაც შექმნა სახმელეთო ხომალდების კომიტეტი. სწორედ მათმა ინჟინრებმა, უილიამ ტრიტონმა და უოლტერ უილსონმა შექმნეს პირველი მოქმედი მუხლუხოიანი ჯავშარ მანქანა. პროექტის მკაცრი საიდუმლოების შესანარჩუნებლად ბრიტანული დაზვერვა ავრცელებდა ხმებს, რომ ქარხნებში მზადდებოდა წყლის დიდი აუზები. tank ინგლისურად, რუსეთის არმიისთვის. მუშებსაც კი სჯეროდათ, რომ თვითმავალ წყლის ცისტერნებს აწყობდნენ, შენიღბვის მიზნით შერჩეული ეს სიტყვა საბოლოოდ ახალი სამხედრო ტექნიკის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა. რატომ პატარა ვილი? პროტოტიპს სახელი მისი ერთ-ერთი შემქმნელის უოლტერ უილსონის პატივსაცემად დაარქვეს, თუმცა ამაში ირონიული ქვეტექსტიც იყო. ბრიტანელები ასე მასხრად იგდებდნენ და დასცინოდნენ გერმანიის კრონპრინც ვილჰელმს. რაც შეეხება ტექნიკურ მინუსებს, იმ დროისთვის სწორედ დღეს ეს მინუსები გამრავალფეროვნებულია უფრო რა თქმა უნდა. პირველი გამოცდა ტექნიკურად სრული წარმატებით არ დასრულებულა, ცხადია. პატარა ვილი იწონიდა 16 ტონას, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც 3 კმ/სთ-ში იყო, ანუ ადამიანი ნელი ნაბიჯით გაასწრებდა მას. რაც თავარია, მისი სიმძიმის ცენტრი იმდენად არასწორი იყო, რომ ფართო სანგრებში ჩავარდნისას მანქანა ბრუნდებოდა, მყირავდებოდა. მიუხედავად ხარვეზებისა, გამოცდამ დაამტკიცა, რომ მუხლუხოიანი ჯავშარ მანქანის კონცეფცია მუშაობდა. ინჟინრებმა სასწრაფოდ შეცვალეს დიზაინი, დაუმატეს მას ცნობილი რომბისებრი ფორმა და შექმნეს შემდეგი მოდელი მარკ 1. ერთი წლის შემდეგ 1916 წლის სექტემბერში მდინარე სომაზე ბრძოლაში ბრიტანელებმა ეს რკინის მონსტრები პირველად ჩააბეს.
რეალურ ომში. გერმანელი ჯარისკაცებისთვის სანგრებისკენ მიმავალი ჯავშა ტექნიკის დანახვა იმდენად მოულოდნელი და შემზარავი იყო, რომ მათ პოზიციები პანიკაში დატოვეს. 1915 წელს დაწყებულმა ექსპერიმენტმა საფუძველი ჩაუყარა ეპოქას, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სახმელეთო ომების ბუნება. დღევანდელი ომის ტექნოლოგიები საერთოდ სხვა სამყაროა. დღეს საომარი მოქმედებები უფრო და უფრო ემსგავსება ჩვენი ბავშვობის სამეცნიერო ფანტასტიკურ ბლოკბასტერებს და ეს პროცესი შეუქცევა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე გადის. მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა კიდევ 2.50.000 ლარით, 43,56,650 ლარამდე. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 25-მდე გაზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით საქართველოში მარცვლეული შესანახი სულ 31 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1/1 გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-მარტში ელევატორებიდან სულ 61 მილიონი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. 2026 წლის პირველივე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების აქტივობა ცნობილი გახდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველა ძირითადი მიმართულებით ზრდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 331 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობა 66.9% კვლავ შიდა ქართლის რეგიონშია გათავსებული. მეურნეობების გაყიდვები თითქმის 75%-ით არის გაზრდილი. გლობალური ბიზნეს ამბებით გავაგრძელოთ საქმეა საღამო და ამერიკული ენერგოგიგანტების გარიგებაზე ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში საუბარია NextEra Energy-ზე. კომპანიამ Dominion Energy შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ეს არის 66.8 მილიარდიანი გარიგება აქციების სრული გამოსყიდვის პირობით. როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის მიმართ გამოწვეული ენერგომოხმარების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. შესაბამისად, ეს კომპანიები ემზადებიან, რომ ეს მკვეთრი ზრდა დააკმაყოფილონ. საყურადღებო რომ ამ წვით ბაზარზე საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში უმსხვილესი რეგულირებადი ელექტროენერგეტიკული კომპანია შეიქმნება. ასევე გარიგების დასრულების შემდეგ ორგანიზაციას NextEra Energy-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯონ კეჩუმი უხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შესყიდვა ამერიკულ ენერგეტიკულ სექტორში კონსოლიდაციას მასშტაბური ტალღის ნაწილია. როგორც ცნობილია, მონაცემთა ცენტრების სწრაფმა გაფართოებამ გამოიწვია ენერგიაზე განსაკუთრებული მოთხოვნა, შესაბამისად კომპანიები ცდილობენ მინიმალური დანახარჯებით რესურსების გაერთიანება, შესაბამისად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ცნობისთვის ვირჯინიაში დაფუძნებული Dominion Energy-ს კონტრაქტი გათვალისწინებული 51 გიგავატის მოცულობის სიმძლავრე აქვს. კომპანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, ასე ვთქვათ, გიგანტებთან როგორც Alphabet, Amazon, Microsoft, CoreWeave და ასე შემდეგ, მეტაც მათი მომხმარებელია. Dominion-ის ინფრასტრუქტურა შედარებით ვირჯინიაში მონაცემთა ცენტრების მსხვილ კამპუსებს მოიცავს. მოკლედ, გარიგება უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული სექტორისთვის და ასევე კომპანიებისთვის, ვინც ორივე მათგანის მომხმარებელი იყო, რომლებიც უფრო ეფექტიან და კარგ სერვისს ფირამდე იქნება, ეხლა მოთხოვნა გამომდინარე არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უწყვეტი და მდგრადი იქნება მათი განვითარებისთვის. კიდევ ერთ გარიგებაზე უნდა ვისაუბროთ, რაც წესი ძალიან მალე შედგება, ეს უკავშირდება SpaceX-ის IPO-ს, რომელიც გარდაუვალია ამ ეტაპზე უკვე დაახლოებით 2 ტრილიონიანი კაპიტალიზაციით გამოჩნდება Elon Musk-ის კომპანია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე და ამ პერიოდში, როგორც ჩანს, სტრატეგიულ ინვესტიციას განახორციელებს აქტივების მმართველი ყველაზე მსხვილი კომპანია პლანეტაზე, BlackRock-ი, რომელიც 12.9 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და ამ აქტივებს მიამატებს SpaceX-ის აქციებსაც. საუბარი არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე. ზოგადად BlackRock-ი ტექნოლოგიების მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი, ბევრ ტექ კომპანიაში არის ის ინვესტირებული და როგორც ჩანს BlackRock-ში ახლა ძალიან უნდათ რომ დაამატონ თავიანთ პროფილს და პორტფოლს SpaceX-ის აქციებიც, რადგანაც SpaceX აქვს უდიდესი პოტენციალი, ეს არის კოსმოსური კომპანია, რომელიც მარსის კოლონიზაციას აპირებს და მთელი პლანეტა ამის შეიძლება მისი იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამავდროულად ის ავითარებს ინტერნეტ სერვისად Starlink-ის სახელით ცნობილი, რომელიც ძალიან კარგია
კომერციული თვალსაზრისით, შესაბამისად, BlackRock-ს უნდა ყველაფერში იყოს ჩართული, სადაც იშოვება ფული და სადაც არის მომავლის განვითარების შანსი და შესაძლებლობები. ეს SpaceX-ში ნამდვილად არის, ამიტომაც ყველა გაფათისებით ელოდება ახლა უკვე მის IPO-ს, დარწმუნებული ვარ IPO-ს დღეს BlackRock-ის გარდა კიდევ არაერთი საინვესტიციო და აქტივების მმართველი კომპანია შევა მის პოზიციაში, რადგანაც ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი და პრინციპში მნიშვნელოვანი IPO, მან არაერთი რეკორდი ერთდროულად უნდა მოხსნას. გარკვეული რეკორდები უკვე ფაქტობრივად გარანტირებულად მოხსნილია, მათ შორის მოცულობასთან დაკავშირებით და ასევე გაფაციცებით ველოდები სოფლიოს ჩემპიონატს გიორგი. როიჩი. ზუსტად ემთხვევა ყოველთვის პერიოდში SpaceX-ის IPO ემთხვევა სოფლიოს ჩემპიონატს და ალბათ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება მატჩების შედეგები. ესპანეთი გაქვს? გონი კი. არ ვიცი, ვისაც გულშემატკივრობ ის უნდა დალიო თუ პირიქით, ვისაც არ გულშემატკივრობ ის უნდა დალიო. ბრაზილია არ მოქვს, ამიტომ აქ დავდებ ესპანეთს დავლევ იქნებ. მომდევნო გადაცემისთვის დავდებ ბრაზილიაც აუცილებლად. კი ბატონო. მოკეთ ესპანეთს არ უკავშირდება შემდეგი ამბავი, მაგრამ უკავშირდება Boeing-ს, რომელიც არის თვითმფრინავების უმსხვილესი მწარმოებელი, რომელსაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტი მათ შორის და Boeing-ის აქციების ღირებულება არის შემცირებული. ერთის მხრივ პოზიტიური ამბავი იყო ის, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ 200 თვითმფრინავი შეუკვეთოს, თუმცა ერთ დღეში 200-ის შეკვეთა არასოდეს მიუღიათ. ხო. თუმცა ინვესტორებმა მაინც არ მიიღეს პოზიტიურად ეს გადაწყვეტილება, რადგან მოლოდინი იყო 500-ზე. ანუ რეალურად არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს მოლოდინი, ალბათ რაღაც გარკვეული ინფორმაციები იყო გამოჟონილი, თუმცა დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ Boeing-ი 200 თვითმფრინავზე მიიღებს შეკვეთას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპმა ამით მოიწონა თავი, ამ გადაწყვეტილებას უწოდა მნიშვნელოვანი, თუმცა ინვესტორებისთვის ეს გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა მისაღები და Boeing-ის აქციების ღირებულება დრამატულად შემცირდა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 4.1% დაეცა აქციების ფასი. ასევე ჩინეთის მხარე გეგმავს, რომ Airbus-თან, ევროპულ კონკურენტთან გააფორმოს ხელშეკრულება დაახლოებით იგივე რაოდენობის თვითმფრინავების შესყიდვაზე, რაც ასევე უარყოფითად დაისახება, რა თქმა უნდა, Boeing-ის პოზიციებზე ბაზარზე, რადგან Airbus და Boeing-ი გლობალურად ყველაზე დიდი კონკურენტები არიან. ჩინურ კონკურენტს რა ბედი ეწია, აი გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვა. კომაკი, რომელიც დიდი სამბით შექმნეს და უნდა ჩაენაცვლებინა მას Boeing-ი და Airbus-ი, მაგრამ ხონი ვერ გაამართლა. გაემართლებინა ალბათ 200 Boeing-ს არ იყედით. ხო, ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ავია ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიური ინდუსტრია. შესაბამისად, უკიდურესად რეგულირებული ინდუსტრია. უკიდურესად რეგულირებული, ტექნოლოგიური ჩინეთს ტექნოლოგიებთან მიმართებით ახლა პრობლემები და ჩამორჩენები არ აქვს, მაგრამ რეგულაციებთან აქვს. ხო, რეგულაციებთან შეიძლება იყოს, ამიტომ სანდოობის ნაწილში ალბათ Boeing-ი და Airbus-ი ბევრად სანდოები არიან, ვიდრე ჩინური მწარმოებლები, თორე არ მიიღებდა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩინეთის მხარე მიიღებდა ჩინური კომპანიის სასარგებლოდ. კომაკს დაუკვეთა. ეს კარგია, რა თქმა უნდა, Boeing-ისთვის და Airbus-ისთვის. საბოლოო ჯამში 200 თვითმფრინავის შეკვეთაც არ არის პატარა შეკვეთა, როგორც ახსენე ხე, ერთ დღეში ამ შეკვეთა Boeing-ს არასოდეს მიუღია, თუმცა აქამდეც, რა თქმა უნდა, ჩინური მხარე Boeing-თან თანამშრომლობდა, ჩინური ავიაკომპანიები, მათ შორის იყვნენ მსხვილი დამკვეთები, როგორც Boeing-ის, ასევე Airbus-ის, თუმცა გამძაფრებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ეს დაკვეთები, როგორც წესი, წლიდან წლამდე ხან მცირდება, ხან იზრდება, მოკლედ არ არის. აპაუზებენ. ხო, არ არის ხოლმე, ასე ვთქვათ, მდგრადი და ვერ დააფუძნებს ამაზე მოკლედ Boeing-ი საკუთარ განვითარებას. ხო, სამხედრო წარმოება ახსენე და სამხედრო წარმოების მიმართულებით გვაქვს ერთ საინტერესო სიახლე. ბრიტანეთის მთავრობა აპირებს რა უკვე გამოაცხადა პრინციპში ძალიან დიდი ტენდერი, $1.2 მილიარდი მოცულობის არის ქართულ კომპანიებს ურჩევ მიიღონ ამ ტენდერში მონაწილეობა თუ შესაბამისი ტექნოლოგია აქვთ და ტენდერის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს 3000 ერთეული 4X ამძრაობის ჯავშან ტექნიკის სამხედრო ტექნიკის შეძენა, საუბარი გვაქვს სპეციალიზებულ SUV კლასის ავტომობილებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ჯარისკაცების გადაყვანა ბრძოლის ველზე. ჯერჯერობით ორი პრეტენდენტი არის გამოჩენილი. ერთი არის JLR-ი, უფრო მეტად Defender-ით არის აქ წარმოდგენილი. JLR-ი, რა თქმა უნდა, ალბათ არ გაიკვირდება, რადგანაც აქამდე ბრიტანეთი იყენებდა Defender-ებს და შეიძლება მომავალშიც ასე გააგრძელოს. ბოლო ეროვნული იდენტობის ნაწილია Defender-ი. როგორც ამერიკა ჯიპსი. ხო, როგორც ამერიკა ჯიპსი იყენებს და რაღაც Humvees მაგალითად. და ამავდროულად ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო სწორედ Humvees მწარმოებელმა GM-მა, ანუ General Motors-მა, რომელმაც ასევე წარადგინა თავისი შეთავაზება, თუმცა ერთი საკითხი აქ ის არის, რომ JLR-ს რა თქმა უნდა საწარმო აქვს ბრიტანეთში და მოთხოვნა არის, რომ ბრიტანეთში უნდა იყოს წარმოებული აუცილებლად ის ავტომობილები, რომელსაც მთავრობა შეიძენს, ხოლო
GM-ს არ აქვს ბრიტანეთის საწარმო, მაგრამ ძალიან სწრაფად გააკეთა კონსორციუმი BAE Systems-თან და AND Aerospace-თან ერთად და მათ ქარხნებში ააწყობს იმ ავტომობილებს, თუ კი რა თქმა უნდა მოიპოვებს გამარჯვებას. ვინ მოიგებს ამ დანერგს ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ძალიან დიდ შეკვეთაზე საუბარი 3000 ერთეული ამ ეტაპზე თუ ამას მოიგებს კომპანია, მომავალში კიდევ ექნება უფლება, რომ არსებული 7800 ერთეული ძველი ავტომობილით ჩაანაცვლოს. ის ძველი ავტომობილები უფრო მეტად სწორედ Land Rover-ის წარმოებისა არიან, მაგრამ ჩაანაცვლებას რა თქმა უნდა ძალიან დიდი კონტრაქტი იქნება და მასაც თუ მოიგებს რომელიმე კომპანია, ნამდვილად მათ ინვესტორებს გაუხარდებათ. ჩემი პირადი შეფასებით ყველაზე დიდი შანსი აქვს მოგების აქვს JLR, რადგანაც ბრიტანელებს მაინც ბრიტანული ბრენდები უყვართ და Defender-ზე უარი თქვან ლონდონში ცოტა არ იყოს და მეფესაც მათ შორის, რომელიც სანადიროდ ეს თქვი იყენებს. Defender ზუსტად. საქმის აღამო დღეს ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.